რა არის კარმა? ასტროლოგიური და ეზოთერული პრინციპებით. ასტროლოგიაში ძალიან კარგად ჩანს კარმული ასპექტები, რაც მოვაბი ახლა ეს თემა. სატურნი გადადის მალე ვერცხლში, ამაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკე, როცა სატურნზე ვსაუბრობთ, პირდაპირ უკავშირდება კარმას. საერთოდ სატურნი გამოსახავს ძალიან კარგად ეგო ფუნქციას. როგორ აქვს ადამიანს თვითშეფასება, ადეკვატური არის თუ არ არის ადეკვატური, მაგალითად, იღებს იმ პასუხისმგებლობებს, რასაც უმკლავდება, თუ ვერ იღებს იმ პასუხისმგებლობებს, რასაც ვერ უმკლავდება, ამ ყველაფერს აჩვენებს სატურნი ჩვენ რუკაზე. ესე იგი, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის 14-15 წლის ასაკში. ესე იგი, ჩვენ რო ვიბადებით, სადაც გვიჩნდება სატურნი, აი პირველი შემოწმება 15 წლის ასაკში ეს არის უკვე ოპოზიციური ენერგია. როცა ოპოზიცია ირთვება სატურნის. 15 წელიწადში ერთხელ პლუს-მინუს ან 14-16 წლის შუალედებში დაახლოებით. აი ამ პერიოდში არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პასუხისმგებლობების ნაწილში. ყველას ვამთავრეთ 16-17 წლისას და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას. სატურნის პირველი ოპოზიციური ენერგია რო დასრულდება, აი მაშინ იწყება ახალი ფაზა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა სატურნის არის 30 წლის ასაკში. ყველაზე მნიშვნელოვანი წლები 28-30 წლის ასაკი, ზოგს 31 წელს გააჩნია რეტროგრადულობის ფაზას. შემდგომი პერიოდი არის 45 წელი, 44-45 წელი, როცა ოპოზიცია ირთვება, ასევე სატურნზე შემდეგ 58-60 წელი. და ნუ ასე შემდეგ 15 წელიწადში ერთხელ, თუმცა სრული ციკლი სატურნს აქვს 30 წელზე. ეს ასტროლოგიურად თან თუ იქ ტრანზიტებში ბევრი რაღაცა ემთხვევა უპირად რუკაშიც. ამ პირად პლანეტებთან არის კვადრატურა, ან ოპოზიცია, ან შეერთება, ანუ ასპექტს თუ ქმნის სატურნი, ეს კიდევ დამატებით გამოცდებს გვეუბნება, ხო? მაგრამ რითი განსხვავდება ახლა 30 წლის ასაკი, მაგალითად სატურნის მთავარი გამოწვევის წლებად, ხო? და რითი განსხვავდება 45 წელი ან 60 წელი. კარმული პერიოდები, კარმული კავშირები, როგორც წესი, ამ ასაკებში გამოკვეთილად ჩნდება ხოლმე. ეს იქნება სატურნის დაბრუნება, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. თუ გაგიგონიათ 60 წლის ასაკში ადამიანი ხელახლა ქორწინდება, განსაკუთრებით მამაკაცებს ახასიათებთ ხოლმე ეს, ხო? ან 30 წლის ასაკში დაქორწინება, ან რაღაც სერიოზული კარმული ურთიერთობა. როგორც წესი, ეს არის სატურნული გამოცდა. ახლა რა არის აქ მნიშვნელოვანი? სატურნის წლებში, ან სატურნის ასპექტებისას სატურნიანელი პარტნიორები მოდიან, მაგალითად, ხო? ან ასაკით განსხვავებულები, ან მაგალითად უფრო გამოცდილება, სადაც სიტუაცია გთხოვს უფრო მეტ პასუხისმგებლობის აღებას. თუ მანამდე იყავი, მაგალითად, ბავშვური, მიამიტური, ან უპასუხისმგებლო სიტყვაზე გეუბნებით, ხო? აი ძალიან ზედაპირულ ასტროლოგიას გიყვებით ახლა. სატურნი ამ პერიოდში ცდის, რამდენად აქვს უნარი ადამიანს გაიზარდოს, რამდენად შეუძლია აქ შეეხოს უკვე რაღაც სერიოზულობას და